მოგესალმებით, მედია კავშირი ობიექტივის პირდაპირ ეთერში გადაცემა ინტერაქტივია. მე შორენა ჭიაურელი ვარ და მომდევნო 50 წუთის განმავლობაში ვიქნები თქვენთან. 557-88-58-88 ეს ჩვენი საკონტაქტო ნომერი გახლავთ, ამიტომ ველოდებით როგორც ტელემაყურებელს, ასევე რადიო მსმენელს, ვინც გვისმენს რადიო სიხშირე FM 105-სა და 1-ზე და გავუცვალოთ აზრი აბსოლუტურად ყველა დაინტერესებულ ტელემაყურებელს თუ და დროში ჩაეტევით ყველას მოგისმენთ პირდაპირ ეთერში. ბოლო დღეებში ერთმა განცხადებამ დიდი განხილვა გამოიწვია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ 9 კილო ძროხის ხორცი 10 ლარი ღირს, კვერცხიც გაიაფთა და ასე შემდეგ. ზოგადად თქვენ იცით, რომ პარლამენტში მიმდინარეობს ფასთა კვლევა, ასე ვთქვათ, კომისია შექმნილი, რომელიც სწავლობს საკითხს, თუ რატომ არის ამა თუ იმ პროდუქტზე ესა თუ ის ღირებულება და საერთო ჯამში მათი მთავარი მიზანი უნდა იყოს ის, რომ ფასმა დაიკლოს ამა თუ იმ პროდუქტზე. ამ კვირაში დასრულდება აი ამ კომისიის მუშაობა და რეალურად რა შედეგზე გავა დაახლოებით 3 თვის მუშაობა, ეს ჯერჯერობით უცნობია და რასაკვირველია ალბათ შემდეგ კვირას უკვე შედეგიც გვეცოდინება, თუმცა მოდით მოვისმინოთ კობახიძის პოზიცია და შემდგომ უკვე, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ მოგვიწევს ეკონომიკური თვალსაზრისით განვიხილოთ დღევანდელი დღეც. მე გაყიდენებ კონკრეტულ ფასში. რამდენშია თქვენ მითხარით და მე შეგისწავლე. მე წაგიყვანთ და საქონლის რბილ ხორცს და ბორის რბილ ხორცს გაყიდენებთ 9 კილოგრამს 10 ლარში. Შატყიდულობთ, ბატონო ვირაპე, აუ, ამდენი გადნახულობ. 9 კილოგრამს გაყიდენებთ 10 ლარში. საქონლის რბილი ხორცი, ყორის რბილი ხორცი 10 ლარად გაყიდენებთ. თქვენით 40. გითხარით და მივალთ. აი, წაგიყვანთ მაღაზიაში. პირობა. კი ბატონო. ჩვენ ვიყიდით 10 ლარს. ახლა გაჩვენებთ, როგორც კი დასრულდება ჩაწერა, გაჩვენებთ ფასებს, მათ შორის ვებგვერდზე და შეიძლება გადამოწმოთ მაღაზიაში. დიახ, დავბრუნდით ჩვენ პირდაპირ ეთერში. ახლა კითხვა მარტივია, სად, რომელ ბაზარში, რომელ მაღაზიაში და ყველაზე მთავარი, რომელ რეალობაში, როგორია ჩვენი ტელემაყურებლის პოზიცია, ვისმენთ, რა თქმა უნდა, მოგესალმებით, შეგიძლიათ დაიწყოთ საუბარი, გამარჯობა. გამარჯობა, შორენა გენაცვალე. დიახ. იცი რა არის შვილო, უკიფრობასაც ვარი აქვს. აი, სად არის იაფი ნებისმიერი პროდუქტი. ესე იგი თავს იწონებს, რომ არის ჩავედი, აი როგორც ეკონომიკაზე რო გზრდა გვაქვსო და თავს აშტერებენ და ტაში და უკაიქო, ზუსტად ამ პროდუქტზე ამკელახია გქონო, 10 ლარში არის ხორციო. სად არის 10% თუ ხორცი არ არის შვი? იმას გვასწავლით ან სად არის შეიძლება თვითონ თუ შეჭამს კობახიძე. ეს ერთი. ესე იგი სანამ ხელისუფლებაში მოვლე როგორ კარგად განაპირები აქვს და მე მთავი აღარების მოწონებით მეც არაფერს გავაკეთებ. დღეს კიდე რა იყო შორენა შორო. ეხლა საძველების გამოსვლა რა იყო. ესე იგი შეკითხებს აკლებენ რომ ესე იგი ის რა ქვია ჯანმრთელობაში არის პრობლემები. არის ნამდვილად არის და ეს არის უნიშნელო ეუბრობა ჯანმრთელობის მინისტრის ოპოზიცია. დიახ. ყველაფერი პარტიანი მოა, ყველაფერი კონტროლოვარი. აი, ელემენტარული კერძო კრიტიკებში რომ მიხარ, ახლა ფასებს კიდევ კონტროლი არ აქვს. ერთად და გამოწვევენ და ის ვიზიტებში ახლა ფასია. რა უბედურება რაში არის, აი, პოზიტივი რაშია, თავის თავზე იქებდა ხეხა სტაბილად. მე კიდე ისე შეკითხა, იმაზე პენსიონერებზე. პენსიონერებზე ამბობ, საკმარის პენსიას ვაძლევთო და დივიდენდები აქვს. მაგაზე მეტი პენსია და დივიდენდი ხებათი არ მოგეცეს საჯელათის შეუგდები. რა პენსია მაქვს მე და რა დივიდენდები მაქვს. თქვენგონდეთ ეგენი გავუწვავთ პენსიონერებს. დიახ. ეს ერთი მაგათი მეხუთე რო იყო. ის რა პარლამენტარი ხალხი წუთი გააგზელებინეს. ხალხანი წუთი და ამონდა გადავიდა ისე ნაციონალებზე. ნაციონალები მოიშორა ხალხმა ჩუდები რო იყო. 14 წელი შეიძლება ისე ნაციონალები. კარგი, დიდი მადლობა, ქალბატონ.
კარგით, მადლობა თქვენ ზარისთვის. სამწუხაროდ ხარვეზით შემოდიოდა თქვენი ხმა და ამიტომ ბოლომდე სამწუხაროდ ვერ მოგეცით შესაძლებლობა. 557-95-55-95 როგორ შეაფასებთ პრემიერ-მინისტრის განცხადებას პროდუქტების ფასთან დაკავშირებით, მაგალითად ხორცი 10 ლარი, ნახევარ კილოგრამზეა საუბარი, კვერცხი 4 ლარი და ასე შემდეგ. მან აგრეთვე თქვა, რომ ბოლო დროს არაფერი გაძვირებულა. როგორია თქვენი შეფასება, ასევე ფასების შემსწავლელი კომისია, იცით, აღნიშნე, რომ რამოდენიმე დღეში საქმიანობას დაასრულებს, გაქვთ თუ არა მოლოდინი, მაგალითად, სასიკეთო ცვლილებებისთვის, როგორია თქვენი შეხედულება, ველოდებით მაყურებელს, რომელიც დაგვირეკავს 557-98-55-95-98-ზე. და ის ხაზია, მოგესალმებით, გისმენთ. გამარჯობა. ისაუბრეთ, მოგესალმებით. დაიცადოთ. კარგით. როდესაც მოქალაქე ყოველდღიურად შედის მაღაზიაში და ფასებს საკუთარი ჯიბით ამოწმებს, ასეთ განცხადებებს ხშირად არ ემთხოვა მისი გამოცდილება. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ინფლაცია მხოლოდ სტატისტიკა არ არის, ეს არის რეალური ტვირთი თითოეული ოჯახის ბიუჯეტზე. ამ ფონზე აღნიშნოთ ისევ, რომ პარლამენტში მუშაობას დაასრულებს ფასების შემსწავლელი კომისია. მან უნდა გაარკვიოს რეალურად თუ რატომ იზრდება ფასები, არსებობს თუ არა კონტროლი, კარტელური შეთანხმება უფრო სწორედ და საერთოდ რამდენად სამართლიანია ბაზარი საქართველოში. მორგი მაყურებელი ხაზზე გვყავს, გისმენთ ყურადღებით თქვენ. მაგაში ნუ მიგაქვენ წუთები და ისაუბრეთ, ხალბატონო, ეთერში ხართ. გამარჯობა. სამწუხაროდ გვიწევს თქვენს დაგემშვიდობოთ, დაუწიოთ ტელევიზორს, იმისთვის რომ პირდაპირ ეთერში დაიწყოთ საუბარი. მთავარი კითხვა არის და თან არაერთი დაადგენს თუ არა რეალურად ეს ფასების შემსწავლელი კომისია რეალურ მიზეზს თუ რატომ არის ასეთი მაღალი ფასები ამა თუ იმ ქსელურ მარკეტებში და არა მხოლოდ პროდუქტებზე ფასი და გაქვთ თუ არა მოლოდინი რომ რეალურად შედეგი დაიდება და შემცირდება ფასები. ასევე შეგვიძლია ვისაუბროთ ჩვენ საწვავზე, რომელიც თითქმის ყოველდღიურად ზრდება და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ჯაჭვისებურად და დაკავშირებული. ამ მხრივად შეგიძლიათ გაამახვილოთ ყურადღება, გვირეკავთ 557-98-55-98-ზე. იქნება პრობლემა არა მხოლოდ ფასებში, არამედ კომუნიკაციაშიც თავისთავად და დღეს მთავარი კითხვა სწორედ ეს არის. ვის უნდა დაუჯეროთ ოფიციალურ განცხადებებს თუ საკუთარ ყოველდღიურ გამოცდილებას. ჩვენ დღევანდელი გადაცემა დავიწყეთ სწორედ პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის გუშინდელი განცხადებით, როდესაც აღნიშნავს ის, რომ მაგალითად ხორცის ნახევარი კილოგრამი ძროხის ხორცის რბილის ღირებულება არის 10 ლარი და მასთან დაკავშირებით ჟურნალისტთან მოუწია პოლემიკაშიც შესვლა და როგორია თქვენი აზრი ამ თემის ირგვლივ გისმენთ გამარჯობა. კარგით, კვლავ დავალოდოთ მაყურებელს, რამოდენიმე წამი გვჭირდება ამისთვის, რომ ის პირდაპირ ეთერში შემოვიყვანოთ. მოგესალმებით. გამარჯობა. როგორ შეაფასებთ ირაკლი კობახიძის განცხადებას, უფრო სწორედ შეფასებას ფასებთან დაკავშირებით, გისმენთ? ფასები არ არის, სოფელი აღარ არის, საქმე აღარ არის, თემა აღარ არის. ყველაფერი გაგეზურია. ფასები ვერ იმადეს, აღარ იდება. კარგით, მადლობა თქვენ ზარისთვის. ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა ძროხის ხორცის და ასევე კვერცხის ფასებზე საზოგადოების ნაწილში აღქმა გააჩინა, რომ ხელისუფლება ან ამცირებს პრობლემის სიმძიმეს, ან არაზუსტად აფასებს საქართველოში მოქალაქეების ყოველდღიურ რეალობას. სწორედ ეს დისონანსი გახდა დიდი, ასე ვთქვათ, გამოხმაურების მიზეზი, რაზეც ასევე ჩვენც გავამახვილეთ, რასაკვირველია დღეს ყურადღება და ბოლო დღეებში ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი თემა შეიძლება ჩაითვალოს, რომ სწორედ ეს არის. ერთი შეხედვით ეს შეიძლება ჩანდეს როგორც ჩვეულებრივი ეკონომიკური კომენტარი, მაგრამ რეაქცია საზოგადოებაში ბევრად უფრო ღრმა აღმოჩნდა და გაღიზიანებაც კი გამოიწვია ერთგვარი. მოგესალმებით, გისმენთ. გამარჯობა. გამარჯობა. დიახ. რატო უნდა ცენტრზე ფასები მე ვერ გამიგია. ძალიან მინდა რომ თქვენ იკითხოთ რაღაცა ამ საქმესთან დაკავშირებით. დიახ, ბრძანეთ.
რატომ უნდა შემცირდეს? რას ნიშნავს, ანუ პროდუქტზე რატომ უნდა შემცირდეს ფასები? ხო, რატომ უნდა შემცირდეს? იქით უნდა განიცადდეს. დიახ, თქვენ სერიოზულად საუბრობთ, ქალბატონო? სერიოზულად საუბრობ, როცა საქართველოში მილიონი აღარწმული თქვენი დიოხელიზმის დეპონდიერთობის როცა საქართველოში საქართველოს აღარ არის რატომ შეამციროთ იყიდოთ იმ ირანელმა ორთმას ყველა ჩვენ გვეყოფა ის რაც არის კარგით, გასაგებია თქვენი გადახვევა და თქვენი აზრი, მადლობა აზრისთვის. 557-88-55-88, როგორ აფასებთ ირაკლი კობახიძის შეფასებას პროდუქტის ფასებთან დაკავშირებით, ან ასევე რა მოლოდინი გაქვთ ფასების შემსწავლელი კომისიის მუშაობის, რომელიც დაახლოებით ერთ კვირაში უკვე დასრულდება და თუ რა შედეგი იქნება და რა ინფორმაცია გვეცოდინება, ეს რასაკვირველია ალბათ დიახ შემდეგ კვირას უკვე იქნება ცნობილი. აქ ჩნდება მთავარი კითხვა არის თუ არა თანხმედრა ხელისუფლების შეფასებებსა და მოქალაქეების გამოცდილებას ყოველდღიურობას შორის. ნაწილი ამბობს, რომ შესაძლოა მაკროეკონომიკურ დონეზე ფასების დინამიკა მართვადია, ან ასევე არ არის კრიტიკული, თუმცა მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ განცხადებები არ ასახავს იმ წნეხს რეალურად, რომელსაც ოჯახები ყოველდღიურად გრძნობენ. რაში ხედავთ თქვენ გამოსავალს, რატომ აქვს ასეთი დამოკიდებულება მაგალითად ქვეყნის პრემიერს, რომელიც გვეუბნება, რომ მაგალითად ფასები არის ძროხის ხორცთან დაკავშირებით აღნიშნა 10 ლარი 9 კილოგრამზე. ეს ხომ რეალურად ნიშნავს იმას, რომ თვალში ნაცარსაყრი შენს მოქალაქეს და ეს რასაკვირველია, გულდასაწყვეტია და სწორედად საზოგადოებაში ამიტომ გაჩნდა არაერთი აზრი. მაყურებელს შევახსენებ, რომ პირდაპირ ეთერში გადაცემა ინტერაქტივია და ვსაუბრობთ საკითხზე, რომელიც უკავშირდება კობახიძის შეფასებას პროდუქტის ფასებთან მიმართებით. და პირდაპირ ეთერში ვუსმენთ შემდეგ მაყურებელს გამარჯობა. არა, ჯერ არ გავდივარ პირდაპირ. ეთერში ხართ, ისაუბრეთ, გამარჯობა. მოგესალმებით. დაუწიეთ ტელევიზორს და ისაუბრეთ პირდაპირ ეთერში ხართ. ესე იგი. დაიწყეთ საუბარი. ფასები, რა დაიწყეთ, ახლა იგი ყველა მიცით. მაგრამ რატომ მოიგონეს, რაში ჭირდება, ეგია გასაგები. ბრძანეთ, დაასრულეთ აზრი. კარგი, დაგემშვიდობებით, მადლობა თქვენს 557-95-58. როდესაც ვსაუბრობთ ფასებზე, ხშირად გგონია, რომ ეს მხოლოდ ციფრებია, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით, რომ რეალურად ეს არის ნამდვილად ჩვენი ყოველდღიური არჩევანი, რა უნდა ვიყიდოთ, რა დავტოვოთ, რაზე ვთქვა თუ არის, ანუ არჩევანის წინაშე ვდგავართ. ეს დამოკიდებულია ჩვენს ბიუჯეტზე ყოველდღიურად თუ რა რაოდენობა თანხა გვაქვს გათვლილი. ბოლო პერიოდში საზოგადოების ყურადღება კიდევ ერთხელ ვამბობ, მიიპყრო პრემიერის განცხადებებმა ძროხის ხორცის და ასევე კვერცხის ფასზე, თუმცა პირდაპირ რომ ვთქვათ, პრობლემა ბევრად ფართოა და ამ თემის ირგვლივ შეგვიძლია ვრცლად ვისაუბროთ. მაყურებელი შემოგვიერთდა, გამარჯობათ. გისმენთ, ისაუბრეთ. ერთი ფასი უნდა იყოს ამაზე მეტი რაც არის. ხშირი წელი ხარ, აი ხო მუშავარია ხალხ. არაფერს არ აკეთებს, მამულები ყრია ეგრე. სოფელში როცა დადიოდა სამასული საქონელი, ახლა დადის 40 სული. თქვენ კიდე ზღათ ვარ და მარტო ოპოზიციაში ხართ ამ თავრობასთანა. დასაკეთებ თორე მითხრე. ფიხარია, ეგრე თალაკებია. რა უცნაურია. მე ერთ ნაწილში გეთანხმებით, ნახეთ რომ სამწუხაროდ სოფლები დაცლილია და ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც არაფერი არ გიდა და არა გინდა. ეს არ ნახოდეს ხალხს და იმიტომ. ვერ გავიგე უკაცრავად, რას ბრძანებთ პენსიასთან დაკავშირებით? ხო, 80 წელს. დიახ. 20.000 მანეთი მივეცი ადგილში. დავაშენეთ სახლი. ეხლა აღარ შემიძლია ეს მამული ესე გდიო უპატრონო. აღარ უნდა. საიდან გვირეკავთ უკაცრავად? საქართველოდან საიდან გვირეკავ რა.
არა, მე უბრალოდ დეტალურად გეკითხებით, რომელი რაიონიდან გვიკავშირდებით. ოთარაშვილის ხარ, საიდან გვირეკავთ? კასპიდან გვირეკავთ? კარგი, დიდი მადლობა თქვენ. ოთარაშვილის მეზობელი ვარ. კასპიდან გვირეკავთ, ანუ? ხო. კარგი, დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის. 557-58-55. როგორ აფასებთ პრემიერის შეფასებას ფასებთან დაკავშირებით და ასევე როგორია თქვენი მოლოდინი ფასების შემსწავლელი კომისიის დასრულების შემდეგ რეალურად გავალთ თუ არა შედეგზე, როგორია თქვენი აზრი, მაყურებელი ხაზია გისმენთ. დაუწიეთ ტელევიზორს თუ შეიძლება და მე თქვენ გელოდებით ისაუბრეთ. გამარჯობა. კარგით, მიწევს დავემშვიდობო ისევ მაყურებელს, უმორჩილესად გთხოვთ, არაერთხელ აღმინიშნავს, რომ როდესაც პირდაპირ ეთერში გაქვთ სურვილი შემოგვერთდეთ, დაუწიეთ ტელევიზორს, მოშორდით, თუ შეიძლება ტელევიზორს, ვინაიდან ბრუნდება ხმა და ამიტომ გვიწევს, რომ დაგემშვიდობოთ, რაც ნამდვილად სამწუხაროა. მორიგი მაყურებელია ხაზზე, გისმენთ თქვენც. გამარჯობა. გამარჯობათ. გისმენთ. თქვენ შემოგივით, რატო? ხო, ექსამენ გეუბნებით. დიახ. აი, ოპა, კიდევ და შეიძლება მეზუნა პრობლემაა რა. აი, მართლა გეუბნები. ბოლოს და ბოლოს. სადამდე უნდა წავალ. ხო, ამას გეუბნები ადამიანები, რატო? ეხლა მე გურიაში ვცხოვრობ და მეთოდი დებულო და მართლა გეუბნები და გულიკაციო არა გულიკაცი ფიცხია ხო გამიგე ზადიორი და მაგრამ სადამდე უნდა ვიჩქირი თქო მართლა გეუბნები ადამიანები არ უნდა იყოს რაღაცა მართლა გეუბნები და რა გლეხი კაცი ხო ამას გეუბნები და დიახ აი უპა ძიდება გეუბნები ადამიანები რა თუ ქვეყანაში არ იქნება ის დიახ, ბრძანეთ. სამწუხაროდ გაწყდა კავშირი, კარგით. მადლობა თქვენც რომ დაგვირეკეთ 557-85-95-88. როდესაც იზრდება საკვების ფასი და მას ემატება ასევე საწვავის გაძვირებაც, ეს უკვე რა თქმა უნდა ჯაჭვური რეაქცია. საწვავი ძვირდება ტრანსპორტირება და საბოლოოდ თითქმის ყველა პროდუქტი ძვირდება, რაზეც ჩვენ ყოველთვის ხაზგასმით შეგვიძლია რომ ვისაუბროთ, ვიმედოვნოთ რომ ფასთა შემსწავლელი კომისიის საქმიანობა ნამდვილად იქნება ის შედეგზე ორიენტირებული და ნამდვილად იქნება შესამჩნევი დახლებზე წარმოდგენილი პროდუქციის ფასები. პირდაპირ ეთერში შემდეგი მაყურებელია გისმენთ. ჭეშმარიტად ახსთ, გაგმართლობთ. ქვეყანას რომელსაც არ აქვს ეკონომიკა, არ გააჩნია არანაირი ეკონომიკა. არ არის ქარხანა, ფაბრიკა, რა ქარხანა ფაბრიკა, ასანს ვერ აწარმოებს. საკუთრას. თავისთავად ხალხია ხალხური კუთხე. მაღალი გადასახადები, ჯარიმები, უკონტროლო ფასები, რა თქმა უნდა, სხვანაირად ვერ შეავსებენ ამბიუჯეტს რა. ეს რომ მარტივია ხალხი. მე კაც ვეკახლები რა. გოძემდე უნდა იქნოს, ამერ აი ვერ გამიგია რა. იცით რა არის? აი ნახეთ თუ შეიძლება დარჩით ხაზზე, თქვენც აღნიშნეთ იმ ბატონმაც, როდემდე უნდა ეძინოს ერს, ანუ რას გულისხმობთ, ანუ აქტივობას იმ ნაწილში, რომ ქუჩაში უნდა გამოვიდნენ, თუ აი რაში ხედავთ თქვენ გამოსავალს? აუცილებლად, გაერთიანდეს ერიდაბირი ეს დიახ. პოლიტიკურმა პარტიებმა გადადონ ეს პირადი ამბიციები და უშუალოდ ამ ქვეყანას კარგავთ ხალხო, ქვეყანას კარგავთ, აბსოლუტურად კარგავთ. კარგით, მადლობა თქვენც. პოზიციისთვის 557-88-95-88 ობიექტივის პირდაპირ ეთერში გადაცემა ინტერაქტივია. ვაფასებთ ირაკლი კობახიძის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებას პროდუქტის ფასებთან დაკავშირებით. კერძოდ, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მაგალითად ძროხის ხორცის 9 კილოგრამის ღირებულება საქართველოში 10 ლარია, კვერცხი 4 ლარი და ასე შემდეგ, რაზეც ჟურნალისტთან ასე ვთქვათ, მოუწია
საუბარი და საზოგადოებაში გამოიწვია აღშფოთება თუ რატომ აკეთებს ხელისუფლების ასეთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი პირი ისეთი სახის განცხადებას, რომელიც რეალობას არ შეესაბამება, როგორ შეიძლება რომ შეაფასოთ თქვენც. მოგესალმებით, დიახ, გამარჯობა. დაუწიეთ ტელევიზორს და გისმენთ. პირდაპირ ეთერში ხართ, გამარჯობა. გამარჯობა. დიახ, დაიწყეთ საუბარი, ქალბატონო, ისაუბრეთ. ალო. ისაუბრეთ. ალო, ფასეთ. ალო. დიახ, დაუბრუნდეთ ისევ სამთავრობო კომისიის მუშაობას ფასების ნაწილში, რამდენიმე თვეა პარლამენტში მუშაობს ფასების შემსწავლელი კომისია, კითხვა კი ისევ იგივეა, ხედავს თუ არა რეალურად ეს კომისია იმ რეალობას, რასაც მოქალაქეები ყოველდღიურად გრძნობენ, რადგან ერთი მხარე გვეუბნება, რომ სიტუაცია მართვადია, მეორე მხარე კი საკუთარი ხარჯებით ამტკიცებს, რომ ცხოვრება ძალიან ძვირია. ეს უკვე აღარ არის მხოლოდ ეკონომიკური დისკუსია, ეს არის ნდობის, ასევე კომუნიკაციის და პასუხისმგებლობის საკითხი და რადგან საბოლოოდ ადამიანებისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რას ამბობს ანგარიში, თუ მისი ყოველდღიური კალათა ძვირდება. საინტერესოა ასევე თქვენი აზრი, ეყრდნობით თუ არა სტატისტიკურ მონაცემებს და როგორ შეიძლება რომ შეაფასოთ ის ყოველდღიური რეალობა, სადაც გვიწევს დიახ ყოფნა. მოგესალმებით. გამარჯობა. გამარჯობა ჩვენ. დიახ, გისმენთ. ხელისუფლება, რომელიც საკუთარი ხალხის დაპაჩანებით არის დაკავებული, იმას ხარაზეუნაელა. დიახ, აი რას გულისხმობთ? შეგიძლიათ განავრცოთ საკითხი და იმსჯელოთ. ყველაფერი, აი, პირადობა შესაძლებელი. პენსიონერი კაცი ვარ, 70 მანეთიო. დიახ. ლარი. იგივე სხვა ამხელა ჯარიმები. დენზე. ფასებმა მოივადა. სოციკებსაც მოუვადეს 40-ზე. ორმაგი იწერება. ოდა. ამავით ხარ შეღავეთი, ვეტერანი კაცი ვარ, პენსიონერი ვარ და სამლებში არ ვყოფილი. კი, მადლობა თქვენ ძარისთვის. სხვათა შორის პენსიონერებისთვის ერთ-ერთი მტკივნეული საკითხი ნამდვილად არის ის სახელმწიფო შემწეობა, რასაც იღებენ და იღებთ თქვენ სახელმწიფოს მხრიდან, იმდენად მინიმალურია, რომ შეუძლებელია ეს თვის განმავლობაში კი არა, ალბათ ერთჯერადად ეს იქნება აფთიაქში შესვლა თუ რაიმე სასურსათო მაღაზიაში პროდუქტის შეძენა, ის თანხა გაანაწილო, რასაც თვის განმავლობაში იღებს პენსიონერი სახელმწიფოსგან. მორიგი მაყურებელი ყავს ხაზზე, თქვენც გისმენთ, გამარჯობა. მოგესალმებით, შემოლამაზო სორენა. გამარჯობათ. სორენა, საყვარელო. ჩვენ ხედავთ ყველა, ხო? რომ თავრობის აპირებები ყველაფერი არის აბსურდი. რა ტყუილი. ატყუილებენ და ნაცარს აკრიან ხალხს თვალებში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვლაპარაკობთ ამ ლაპარაკით არაფერი არ გამოდის. ლაპარაკით რომ გამოდიოდეს რამე, ყველა ილაპარაკებდა. აქამია საჭირო და მოქმედება, სულო. მოქმედება. ხალხმა უნდა აიმაღლოს ხმა, უსამართლობის წინააღმდეგ. აი მაშინ დაიწყებს მთავრობა უკან. დიახ, არაფერი არ გამოვა. კი, სამართლობის წინააღმდეგ გამოსვლას თქვენც აქციაში ხედავთ, საპროტესტო გამოსვლა. რა თქმა უნდა, სორენა, ფერა ეხლა პირველ აქციას ხوار ვატყობ. ის 2012 წლის დღემდე კარგად იცი, თქვენ გვერდში ვიდეცი და გამოვდიოდი და მაგრამ ეს ხალხი რასაც ხედავ სახლებში, მე ვერ წარმომიდგენია. ამდენი უსამართლობა, ამდენი დამცირება, ამდენი ნაცარი თვალებში ფეკრა, როგორ ისმენ ხალხს? ამოდის და აიმაღლეს ხმა, დაიცანი თქვენი უფლებები.
დიდი მადლობა თქვენ როგორც დღეს ასევე ყოველთვის ესეთი აქტიური მონაწილეობისთვის ჩვენთან გადაცემებში 557 88 55 88 დავალდოთ შემდეგ მაყურებელს ვაფასებთ ქვეყნის პრემიერის შეფასებას პროდუქტის ფასებთან დაკავშირებით როდესაც ირაკლი კობახიძე ამბობს რომ 9 კილო ძროხის ხორცი 10 ლარია ეს უკვე უბრალოდ ეკონომიკური შეფასება აღარ არის ეს არის ტესტი საზოგადოების მოთმინებაზე ხო იმიტომ რომ ჩვენ არაერთი მოქალაქის პოზიცია მოვისმინეთ რომელიც ასე ვთქვათ განაწყენებულია ქვეყნის პრემიერის მხრიდან ასეთ შეფასებაზე რომ ეს არის თვალში ნაცრის შეყრა რამდენად დაიჯერებს ხალხი იმას რომ საკუთარ ყოველდღიურ გამოცდილებას ეწინააღმდეგება დღეს მაღაზიაში შესვლა პატარა ექსპერიმენტსაც გავს სხვათა შორის თუ რამდენად გაძლებს შენი ბიუჯეტი არაერთხელ გაგვიმახვილებია ყურადღება იმაზეც რომ დაახლოებით 100 ლარია საკმარისი იმისთვის ეგეც ძლივს რომ თქვათ 2-3 დღის განმავლობაში რაღაცა ერთი თავი საკვები მოამზადო სახლში ოჯახის წევრებისთვის. შემდეგი მაყურებელი ხაზზე გვყავს თქვენც გისმენთ გამარჯობა. ალო. გამარჯობა. ისაუბრეთ. დიახ. ხალხი ვერ ხდება რომ აქციებმა შედეგი არ მოიტანა. აქციების არაფერი შედეგი საშინად ვიждებენ ხარ. დიახ. ერთი წელიწადია მაგერდა დამთავრდება ყველაფერი. ვერ დაწნარდებიან. იცი არ არის ამასემა შედეგი არ გამოიღო. დიახ. ისაუბრეთ. ვეიწია რომ ჩვენ ფასებს ვაკლებთ და უნდა ეროდოთ რომ პირიქით უმატებდეს. დიახ. სამწუხაროდ ქალბატონო. რომელი ფასები დააკლეს? დიახ. თვითონ არ ყოფნის მილიარდები, მაგრამ მაინც ერთებია. კი, დიდი მადლობა თქვენ ძარისთვის. ვნახოთ რა შედეგზე გავა ფასების შემსწავლელი კომისია, რომელიც პარლამენტში უკვე თითქმის 3 თვეა მუშაობს. სავარაუდოდ შემდეგ კვირაში უკვე გვეცოდინება თუ რა სახით დაკორექტირდება ან რომელ პროდუქტზე შეიძლება რომ დაიწიოს ფასები, ამიტომ ძალიან დიდი ინტერესით მივადევნებ პირადად მე თვალს, რაზეც თქვენთანაც მომიწევს საუბარი, რეალურად გამოიღებს თუ არა შედეგს აი ეს კომისია სადაც არაერთხელ იქნა მიწვეული სხვადასხვა დისტრიბუტორთა წარმომადგენლები ასევე სხვადასხვა მარკეტინგული ქსელის წარმომადგენლები გაიცვალა მათ შორის სააფთიაქო ქსელის წარმომადგენლები გაიცვალა აზრი და რა სახის კონსენსუსი შედგა ამ ორ მხარეს შორის ეს ყველაფერი რაც თქმა უნდა ჩვენც გვეცოდინება მაყურებელი ხაზია გისმენთ გამარჯობა დაიწყეთ საუბარი რა ძალიან გთხოვთ პირდაპირ ეთერში ხართ ისაუბრეთ სამწუხაროდ მიწევს დავამშვიდობა მაყურებელს ნუ გამინაწყენდებით გთხოვთ უმორჩილესად რომ დარეკავთ პირდაპირ ეთერში დაიწყეთ საუბარი ეს არის და ეს ბოლო დღეებში ბევრმა ადამიანმა ერთი და იგივე კითხვა დასვა დიახ, როდესაც ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პროდუქტი იაფია, რატომ არ იგრძნობა ეს უშუალოდ ხალხის ჯიბეზე, ბაზარში, მაღაზიაში, ასევე უბნის პატარა მარკეტებშიც ადამიანები ყოველდღე აწყდებიან ფასებს, რომელიც სამწუხაროდ სულ უფრო იზრდება. ეს არის თეორია, ეს არ არის თეორია, ეს არ არის ასევე სტატისტიკა, ეს არის ყოველდღიური გამოცდილება და მაშინ, როდესაც მაგალითად საქსტატის ეროვნული სააგენტოს მხრიდან გავრცელებულ ციფრებს ვხედავთ ხოლმე, ან ეს არის ეკონომიკური ზრდასთან დაკავშირებით, ან ზოგადად ფასთან დაკავშირებით, რამდენად მოდის იმ რეალობასთან, რა რეალობაშიც გვიწევს ჩვენ ყოველდღიურად ყოფნა. მაყურებელია ხაზზე, შეგიძლიათ ისაუბროთ ამ თემის ირგვლივ, გაშალოთ უფრო მეტად, მე გითმობთ დროს, გაძლევთ შესაძლებლობას. გისმენთ. გამარჯობა.
რატომ გვაქვს ეს პრობლემა? ხომ არ არის ტექნიკური ხარვეზი იქნებ მიმითითოს ჩემმა გუნდის წევრებმა, იმიტომ რომ მაქსიმალურად მინდა ჩვენი ტელემაყურებელი შემოვიდეს ხაზზე, სანამ გვაქვს დრო, გადაცემის დასრულებამდე 20 წუთი გრჩება. ამიტომ ვაფასებთ პრემიერის კობახიძის მხრიდან გაკეთებულ შეფასებას პროდუქტებზე ფასთან დაკავშირებით და თქვენი შეფასებები როგორია? ველოდებით მსმენელს 557 88 55 88, ვინც რადიო საშუალებით გვისმენთ, რადიო სიხშირე FM 105 და 1. მე მაყურებელს შემიძლია მოვუსმინო, ახლა გამარჯობათ. ისაუბრეთ, გისმენთ? გამარჯობათ. უკან და უკან ხალხი ვერ ახიდა. დიახ, ისაუბრეთ, რა გთხოვთ, ნუ აყოვნებთ. თქვენი აზრი გამოთქვით სრულყოფილად. არაფერი არ განსხვავდება. დიახ. კარგით, მადლობა თქვენ ძარისთვის. სამწუხაროდ ხარვეზით მოდის ხმა სტუდიაში და არ ვიცი რა განაპირობებს, როდესაც დაგვირეკავთ პირდაპირ ეთერში, გთხოვთ რომ მოშორდეთ ტელევიზორს, ეს აუცილებლად რომ ხარვეზი არ იყოს და ჩვენი დღევანდელი თემა თქვენთვის ცნობილია. საუბრობთ იმ რეალობაზე, რა რეალობაშიც გვიწევს დღეს ეკონომიკური კუთხით ცხოვრება. მოგესალმებით, გამარჯობა. გამარჯობა. მაყურებელს შეგიძლიათ დაიწყოთ საუბარი, გისმენთ. ფასებთან არის ლაპარაკი, საუბარი ფასებთან. რაც შეეხება ბენზინის ფასს შემოკარგულ, სოფლიოში ეგრე ამას ვერავინ ვერ შეაჩერებს. რაც შეეხება პროდუქტის ფასს, სოფლის პროდუქტებს ლაპარაკობ. მიწის მუშა აღარ დავსწრა საქართველოში. ამ ხალხს რა უნდა შემოვიდეს ეგვიპტიდან, თურქეთიდან, ირანიდან და დაბალი ფასი კონდეს? არ ექნება დაბალი. მეზობლები ყავს, მე შემოგარგო. ოსტანი არ აქვს გაკეთებული ეზო. ოსტანი გადაბალახებულია იქაურობა. გამოდიან კიდე დროხის ხორცი გახდა 40 ლარი. სოფელში დროხა აღარ არის. აღარ არის. რაც შეეხება კობახიძის დათქვამს, რომ 100 ლარი არის. ფაქტობრივად რომ მე გაჩვენებ მარკეტს, სადაც 9 კილოგრამები 10 ლარი. ამოყევით გაჩვენებ. გამოვიდა ის ჟურნალისტი, რა იქნება? არ შეიძლება რა. ასე რომ ხალხი არ აქვს აფინდელი საქართველოს რომ თან გაზარმაცებულებია. ბევრი ვარ გაზარმაცებული. არავის არ ეწყობს. გაზარმაცებული ალბათ мотиваცია არ არის ხვდებით საზოგადოებაშიც. მოდით ეს მხარეც შეგვიძლია რომ განვიხილოთ. არის თქვათ სამუშაო ადგილები, სადაც იმდენად მიზერულია ანაზღაურება, რომ ზოგს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ზოგს სხვადასხვა სახის პრობლემა და ალბათ ფიქრობს, რომ არ უღირთ იმ კონკრეტული ანაზღაურებაზე მუშაობა. ესეც ხო შეიძლება რომ განვიხილოთ. ყველა შემთხვევაში მივდივართ ხელისუფლებასთან, ხომ ასეა, რომ მათი მხრიდან უნდა იყოს რეალურად ის სამუშაო ადგილები შეთავაზებული, რომელიც ნამდვილად იქნება ადამიანურ პირობებზე მორგებული, რომ შეეძლოს ადამიანს სრულფასოვნად იცხოვროს. კი, გეთანხმებით, მაგრამ საკარმი დამონაკვეთი 6 მიასედი, 8 მიასედი, გადაბალახებული ვარ და ოსტანს არ აკეთებ. რა უნდა ველაპარაკო? ანალიზის ბაზარში უნდა გაიქცეს. ერთი კვალიფიკაცია არ მოყავს, აქ პეტროშა, აქ მიახური, აქ პრაზი, არაფერი. ვერ ყავს ასეთი ხალხი გვერდში. როდი ცხოვრება კაპიტალიზმში ვარ, ეგრე არის, რა უნდა ვთქვა. ის მოწმობს გაძვირებული, არავის არ მოწმობს. აცრა და თქვა. კი, რასაკვირველია. მადლობა გესწრაფა კარგად გამდეროთ. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის, აზრისთვის მათ შორის.
მაყურებელს შევახსენებ, რომ ობიექტივის პირდაპირ ეთერში გადაცემა ინტერაქტივია, გამოკითხვა და შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ 557-88-55-88. თავისუფალი ეთერია, იცით თქვენ ამ გადაცემის ფორმატი, ამიტომ საკითხი, რომელზეც ვსაუბრობთ, შეგიძლიათ თქვენს განიხილოთ და თქვენი მოქალაქეობრივი აზრი დააფიქსიროთ. პირდაპირ ეთერში ხართ, თქვენს გისმენთ. გამარჯობა. გამარჯობა. დიახ. ხო ისმის კარგად. დიახ, მესმის ძალიან კარგად ისაუბრეთ. ხო. ეხლა რა ამიცი მე ძალიან გონიერი ხალხი მეკონა ჩემი ერები. აქ გონიერებას ვერ ავხედავ. ამ გონიერები გასულები არიან. კიდევ შეიძლება ამ ხალხს რომ ფასების დაკირებაზეა ლაპარაკი რისთვის არის ვერ ახვდებით. ვერ ახვდები არ. ეს არის კიდევ განდევნოს 1.5 მილიონი კაცი 2028-ში არჩევნებზე. 100 კაცი ადმინისტრაციებელია თუ 100,000 კაცი. რით ვერ ახვდებით ხალხო, რით ვერ ახვდებით. ეს არ გაგიაფებს არაფერს. რო დაგდიან და ლაპარაკობენ, აი გაგვიაფეთ. როგორ გაგიაფოს, რო წერო თვითონ დენი გაგიძვირა. ყოველ მაღაზიაში 30 საათი ვარ იდგა. როგორ გაგიაფოს იმა? ყველაფერი გააძვირა. ახალგაზრდა პარეკა, გამბაჭება გააძვირა. ვერ ახვდებით ხალხო. არ ვიცი რა, მაგრამ ამ ხალხმა უარ დაკარგა მაგრამ. ემას აკეთებენ სათავისოები, წელავენ, რომ არჩევნებზე არავინ ხელი არ შეუშალოს. დაიგეთ ხალხო თუ არა, სხვა გზა არა აქვს ოცნებას. გამიგე? ყველაფერში ტყუილებით გამაიყოლა ეს რამდენიმე 14 წელიწად. მადლობთ. კარგით, მადლობა თქვენს. 557-88-55-88, ვისაც სურვილი გაქვთ რომ შემოგვერთდეთ, ეს ჩვენი უცვლელი საკონტაქტო ნომერი გახლავთ. და ისევ ვუბრუნდებით საკითხს, როდესაც ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ნახევარი კილო ძროხის ხორცი 10 ლარია, ჩვენ როგორც ჟურნალისტები, დიახ, ვალდებულები ვართ, ვიკითხოთ, მაგალითად, სად, რომელ მაღაზიაში, რომელ მომწოდებელთან, რომელი მონაცემებით. თუ ეს სიმართლე არ არის, მაშინ რატომ კეთდება მსგავსი სახის განცხადებები? რას უკავშირდება აი ამ ასე ვთქვათ შინაარსის განცხადება, რომელიც პირდაპირ მნიშვნელობით მიმართულია მოქალაქეებისკენ. პირდაპირ ეთერში კვლავ მაყურებელს უსმენთ, გამარჯობა. გამარჯობა. დიახ. ახლა წინაროდარეკა აი მაილაპარაკოს უსწორად. დანარჩენი ის ხალხი როცა აი დებილებზე ზის თავრობა, აი ესე დებილ ხალხზე ზის. და ესეთი ძალიან ბევრია საქართველოში. ხოღურე აბდაუბდა ლაპარაკობენ. ვითამ არ მოყავს მოსავარი არ ვი გამოყარა სოფლიდან ეხლა ამ თავრობამ არ გამოყარა თუ ყველა არაფერი პირობები არ შეუქმნა საზღვარგარეთ გააქცია ხალხი. ხო და დამდგარი არიან და დეკავე თოხი ახლა ხელში სოფელში მეყვანე ქინძვიდან იმითი ჩემ თავს თურმე. აი ასეთი დებილი ხალხი. ამაზე ზის თავრობა და მიტუარი ეს აძვირებს ყველაფერს აძვირებს და ასეთი ხალხი არ გამოვა გარეთ არავითარ შემთხვევაში არ გამოვა მხოლოდ ობიექტივს ვაძლევს ხალხს გამოყავდა ხალხი და უნდა მიიღოს ხალხს პროდამენტა ასე ლაპარაკი აი ორი წელიწადია ლაპარაკობს ტელევიზორში არაფერი არ გარემო უნდა გამეიყვანო ხალხი უნდა გამევიდეს სხვანაირად არ გამოდის თორე ამ დებილი ხალხი რომლებიც ეკავს შეურაცხყოფა არ არის ახლა აქ საჭირო ნამდვილად ყველა ადამიანს საკუთარი პოზიცია აქვს ამიტომ ჩვენ აბსოლუტურად ყველა პოზიციას ვისმენთ პირდაპირ ეთერია მათი პოზიცია რომ ბომბივითა საქართველოსთან მათი პოზიცია ბომბივითა საქართველოსთან როგორ აცაფეთქებლათა მათი პოზიცია მაგები აფუჭებენ ყველაფერს არ გინდა ხალხს არჩევნებზე ქალბატონები და ეგეთი ტრუშიკებში ბიულეტენები ჩაგრილი თან მასწავლებლები იმათი არ ზენიშვილი აი მოსწავლე რა იქნება კარგით რა დიდი მადლობა
თქვენს გემშვიდობებით. მაყურებელს შევახსენებ, რომ ობიექტივის პირდაპირ ეთერში გადაცემა ინტერაქტივია, ღია ეთერია, ამიტომ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ. საუბრობთ ქვეყნის პრემიერის კობახიძის შეფასებას პროდუქტის ფასთან დაკავშირებით. ამავე დროს პარლამენტში სრულდება ფასების შემსწავლელი კომისიის მუშაობა. ჩდება ასევე არაერთი კითხვა, ჰქონდა თუ არა კომისიას რეალური ბერკეტები, გამოიკვლია თუ არა ბაზარი სიღრმისეულად, გაიცვალა თუ არა აზრი შესაბამისად, თუ უბრალოდ მოვისმენთ ანგარიშს, რომელსაც რეალური შედეგი არ ექნება, რადგან საბოლოოდ კითხვა ერთია, ვინ აგებს პასუხს იმაზე, რაც ხალხის ჯიბეში ხდება, ასე რომ ვთქვათ, არ აქვთ შესაბამისი შემოსავალი და რაც შეეხება სიცოცხლისთვის მნიშვნელოვან პროდუქტს, არის ანუ ისეთი ღირებულება, რომ ადამიანები უკმაყოფილებას გამოთქვამენ და რას აკეთებს ამ დროს ხელისუფლება და გავალთ თუ არა შედეგზე, რაზეც თითქმის 3 თვის განმავლობაში ფასების შემსწავლელმა კომისიამ იმუშავა პარლამენტში. მოგესალმებით, ისაუბრეთ თქვენც. გამარჯობა. გამარჯობა. გისმენთ. ვარ 1960 წელს დაბადებული. დიახ. ნეხსიერება როცა და იქედან კომუნისტების დროიდან დღემდე ყველა სურათი მაქვს ნახული. დღეს ამ წუთში ვარ მეწარმე და სახელმწიფო ბიუჯეტში შემაქვს ჩემი ნაშრომიდან შემოსავალი. რაც შეეხება ფასთან დაკავშირებით დღევანდელ დღეს რაც არის სიძვირე, ეს გამოიწვია იმან, რომ დღევანდელ დღემდე დაწყებული 99 წლიდან განადგურდა ხალხის ნაშრომი ბეკარაზე აშენდა სახელმწიფო, განადგურდა ყველა ფაბრიკა ქარხანა. მე ამას ვეკავ ბათუმიდან. ბათუმში თევზის კომბინატი, სადაც 300 კაცი მუშაობდა, 100,000 ტონა ხამსა მაჯერდებოდა სეზონის ბოლოს, კეთდებოდა თევზის ფორმა, ულტა, კოსერნი, პერდივასი, ეს ყველაფერი განადგურდა. ამის შემდეგ კიდე 70 წლის განმავლობაში ხალხმა, რომელიც ოფლით დანაზოგი ფული სალაროში შეინახა, ეს ფული ყველა შეტანეს და იმის შემდეგ მთავრობა, რომელიც მოვიდა, გააცვისა ყველაფერი საეროვნებაზე ისახნება, ეს დღევანდელი მთავრობა აკეთებს ყველაფერს, სოფლები გაანახა, გზები გააკეთა, ყველაფერი გააკეთა, მაგრამ რასაც ფასთან დაკავშირებით ქვია, რომ ფასი მაგალი არის, ეს კარგია, რომ მაგალი არის, უნდა ის რომ ეს ყველაფერი პროდუქცია შეიცვალოს. სახელმწიფო რა გააკეთებს? მე სახელმწიფოს ამაში არ ვამსული. შრომა ვიღაც არ უნდა. დღეს 100 ვაძლევ, 100 შრომა არ უნდა, იმიტომ რომ სახელმწიფო დახმარებას ვებულობ და არ უნდა მუშაობა. დახლარს მე ვებულობ ერთმერად და გზაზე. დიახ, კარგით, გავიგეთ ჩვენ თქვენი აზრიც, მადლობა. ისევ და ისევ ვბრუნდებით კობახიძეს, რა ვქნათ, სწორედ ამ შეფასებამ განაპირობა დღევანდელი გადაცემაც, ვინაიდან საზოგადოებაში გააჩნდა ეს აზრი, თუ რატომ კეთდება მსგავსი შეფასებები ქვეყნის პირველი პირისგან, რომ მაგალითად პროდუქტი იაფია, მოქალაქე ყოველდღე ამოწმებს ამას, არა სიტყვებით, არამედ საკუთარი შესაძლებლობით, მატერიალური შესაძლებლობით, რა თქმა უნდა, როდესაც უბნის მაღაზიაში, რომელიმე ქსელურ მარკეტში შედის და უწევს პროდუქტის შეძენა, პარლამენტშიც დასრულდა თითქმის ფასების შემსწავლელი კომისიის მუშაობა, ვნახოთ იქნება ეს ნამდვილად რეალური პასუხები თუ არა, თუ კიდევ ერთი ანგარიში, რომელიც ვერ შეცვლის რეალობას, რადგან საბოლოოდ სიმართლე ძალიან მარტივია, ის არ იწერება ანგარიშებში, ის არის მის განცხადებებში, სიმართლე დგას დიახ ნამდვილად სალაროსთან და იქ არავინ ცდება საბოლოოდ, როდესაც საკმაოდ ესეთი კოლოსალური თანხის გადახდა უწევს მომხმარებელს სალარო აპარატთან მაღაზიაში. მოგესალმებით თქვენს, გამარჯობა. გამარჯობა ხალბატონო. მოგესალმებით. მე ჩემს წინა გამოსვლას დავეთანხმები ყველაფერში და
პატარა მაგის ალსაც გავაგრძელებ. რაც ეს საბჭოთა კავშირი დაიწყო 9 აპრილის მერე საქართველოში დინახიათ რამე დაიაფებული. ემატება წლების განმავლობაში ფასები. უარესება ეკონომიკა, რომელიც აღარ არსებობს. და გარბის ხალხი ქვეყნიდან. ამას გარდა კობახიძე და მისნაირები საერთოდ მთავრობა და ხელმძღვანელობა არასოდეს არ დადგან არც მაღაზიებში, არც ბაზრებში და სახლებში ყავთ უამრავი მოსამსახურე, რომლებიც მაგირად დადიან და ემსახურებენ ყველანაირად. ამიტომ რასაც მოახსენებენ, ფასებზეც ისეთი წარმოდგენები ექნებათ. ეს ერთი, მაგრამ ყველაფერს თავი დავანებოთ, რომ ქართველს არასოდეს არ დინავთ. არც გაზარმაცებული არ არის. უბრალოდ ხელი რომ გამოყოს თუ კი არა, თითიც რომ გამოყოს საქმე, რამის გაკეთება უნდა ქვეყნისათვის და ხალხისათვის, თუნდაც პატარა ოჯახის თავისთვის. თიც მოგაჭრიან, არაფრის გასაქმეს არ მოგცემენ. ყველანაირად გიწყობენ ხელს, რომ ქვეყნიდან გახვიდე და დაიქცეს ეს ქვეყანა. ქართველების გარეშე, საქართველოს ქართველების გარეშე. ხო და ფასების შემსწავლელ კომისიას რომ ქართველი ჯერ არც გამოვა. დიახ. მაგრამ ისიც კარგად იცოდეთ მაპატეს ვერ გავიგეთ თქვენ. დიახ, პირიქით მე მომიდევით, ჩაგეჭერით საუბარში, უბრალოდ დავსწენ თუ შეიძლება ფასების შემსწავლელი კომისიაც ასრულებს ხომ რამოდენიმე დღეში მუშაობას და თქვენი მოლოდინი როგორია, შესაძლოა თუ არა რეალურად დაწიოს პროდუქტებზე ფასიც? ნამდვილად არა, ეს არის ხო ბლეფი, ზღაპარი, უბრალოდ ხო. არ არის ასე. არისება, იმიტომ უბრალოდ რა გინახეს ვეღარ ხო გინახიათ არა ფილმი ყველა. ცხადია. მოდელი რომ ვესო მოუყანეს და ხნიო უყვარს რამო დაალენიოთ, მე რაღა დავლიო. თვითონ რაღა უნდა მიიღო. თვითონ არის მიწყეპილები მთავრობას, ხელმძღვანელობას, იმის სახელი ბიზნესებებს რა. კი ბატონო, გქონდეთ ბიზნესი, ღმერთს მოყოლას გაუმაჯოს. რაც მეტი მდიდარი იქნება ქვეყანაში უკეთესია, მაგრამ ზომა უნდა იცოდნენ. ზომა თონდა ცოტა სხვისკენ გაიხედონ, იმიტომ რომ რასაც წინ დადებენ თავის ქვეყნის ხალხის ყველაფერი წინ დახვდებათ. მაგასაც თავის სამომავლობასაც. ზომაწონა უნდა იცოდნენ, თორე ქართველი რო იხულებს უკვე, იმას ვეღარავინ გააჩერებს. ეს ჩემი აზრით უკვე შორი აღარ არის. ამოვიდა ხალხს ყველაფერი ყელში. ისიც დარწმუნებული, ის წასული ხალხი მალე დაბრუნდება. რო შეიკრება ერთ მუცას ეს ხალხი, ვეღარავინ დაუძლებათ და გაასწრონ მერე ვისაც უნდა აჩერდა. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. თქვენ მადლობა ქალბატონო, ასევე როგორც ყველა ტელემაყურებელს, ვინც გკავშირდებით 557-85-95-88-ზე და საუბრობთ ინტერაქტიულ გამოკითხვაში, თუ პროდუქტი მართლა იაფია, როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს, მაშინ პრობლემა ალბათ იმაშია, რომ ხალხმა ჯერ ვერ იპოვა ნამდვილად ის იაფი მაღაზიები, სადაც მაგალითად 1 კილოგრამი ძროხის რბილი, ხორცი, 9 კილოგრამი უკაცრავად, არ მინდა შეცდომა შეგიყვანოთ, ღირს 10 ლარი. პარლამენტის დაასრულებს კვლევას, დაწერს დასკვნას, მანამდე მოქალაქე ყოველდღე აკეთებს საკუთარ დასკვნას და ყიდულობს ნაკლებს, იხდის მეც და სვამს ერთსა და იგივე კითხვას, თუ რატომ არის ასეთი მაღალი ფასები ჩვენს ქვეყანაში პროდუქტზე. მოგესალმებით, გამარჯობა. გამარჯობა. შენელო ხალხო. დიახ. ეს გადაცემა პირველად ხარზე. ეს ხალხი რეკომენდა ყველა თავის პრობლემას წერდა. არ ვიცით რომ ეს ესახება. ვის უყვებდა? თავრობას ეხება. თავრობა იქიდან გვაგონებს. ნუ შეიძლება ის რომ ხორცი ესე იყიდება ის პრობლემა არა, ყველაფერი კარგად არის. ხო ხედავთ რა ხდება. თქვილად ერთ მომენტს ვართობთან პოლემიზით რა. მოდი მოიყვე არ მინდა დავიძებო რა. რაღაცა ისეთი საბედისმეტყველება არის. აი ეს რომ თვითონ იმას ეს თავი რა. რაღაცა უნდა მოხდეს საერთოდ მიგიდია ვიწორეთ. არაფერი არ გამოვა. კარგი, დიდი მადლობა. ვეღარ მიძდავროთ. დიახ. აი აქცია რომ გამოხვალ პონტოპერე დაანონსებს რა ამ დღეს გამოდის 400-500 და მაგითი მორცე ყველაფერი. რატო არ გამოდის ეს რომ დაეკავენ?
ნებისმიერ პოზიტივს რომ იყოს ეს აქცია გამოდიხართ და რატო არ გამოდიხართ თუნდაც ამიმეძავეთ არაფერი არ გამოგვიძეთ კარგი, დიდი მადლობა თქვენც არისთვის. მადლობა ყველა იმ ტელემაყურებელს, ვინც შემოგვერთდით, ინტერაქტივისთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა და მიწევს დაგემშვიდობოთ მომავალ შეხვედრამდე დროებით.